დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტს საკრებულოში დღეს უყრიან კენჭს თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტს დეპუტატებს თბილისის მერი გააცნობს. როგორც მერიაში აცხადებენ, ბიუჯეტში უამრავი ახალი სოციალური პროგრამაა გათვალისწინებული, ასევე შემცირებულია მერის ადმინისტრაციული ხარჯი. საკრებულოს უმრავლესობა ბიუჯეტის დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას, უმცირესობა კი დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს. ნოდარ ჩაჩუა პირდაპირ ეთერში, ნოდარ რამდენიმე საათი რჩება კენჭის სხდომამდე, როგორია ამ დროისთვის დეპუტატების პოზიციები. დიახტამარ თბილისის საკრებულოში 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა უკვე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამ წუთებში მიმდინარეობს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა, რომელიც არის შემაჯამებელი სხდომა. სწორედ ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით და უკვე საბოლოო პროექტს მხარდაჭერის შემთხვევაში გაიტანენ ბიუროს სხდომაზე, ხოლო დღის მეორე ნახევარში კი უკვე დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე. უკვე ცნობილია, რომ თავად ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნულ 2015 წლის კანონპროექტს მის ჩასწორებულ ვარიანტს მხარს დაუჭერს, ვინაიდან როგორც ჯაბა სამუშია კომისიის თავმჯდომარე ამბობს, ეს 2015 წლის წლევანდელი წლის ბიუჯეტი არის ყველაზე მეტად მორგებული თბილისელების ინტერესებზე, გაზრდილია 31 მილიონით და გაზრდილია თითქმის ყველა მიმართულებით. ჯაბა სამუშიასგან განსხვავებით უკვე ცნობილია, რომ 2015 წლის თბილისის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ისინი ამბობენ, თანხები არამიზნობრივად და კორუფციულად არის გადანაწილებული 2015 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. ეს არის ყველაზე დიდი ბიუჯეტი, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე მიუღია თბილისის საკრებულოს, თბილისის ბიუჯეტები გულისხმობ. ეს არის დაახლოებით 800 მილიონიანი ბიუჯეტი. მეორეს მხრივ ეს არის ბიუჯეტი, რომელსაც დამატებული აქვს 20 ახალი პროგრამა. ფაქტობრივად ეს არის 20 ახალი პროგრამა, რომელიც და სერვისი, რომელსაც მიიღებს ჩვენი მოსახლეობა, თბილისელები და მესამე ეს არის პირველად ჩაშლილი ყველაზე დეტალურად გაკეთებული პროგრამული ბიუჯეტი. სამწუხაროდ მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება ისეთივე უუნარობის და უქნარობის ბიუჯეტი, როგორც მიმდინარე წელი ჩაამთავრა დავით ნარმანიას მთავრობამ და ამას სამწუხაროდ თითოეული თბილისელი თავის თავზე წელს გრძნობს და როგორც ჩანს მომავალ წელსაც მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომას თბილისის მერის მოადგილეც დაესწრო, რომელმაც როგორც ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, ასევე გამოეხმაურა ოპონენტების კრიტიკასაც, როგორც მან აღნიშნა, ოპონენტების განცხადებები უსაფუძვლოა და ზოგიერთი მათგანის განცხადების მოსმენის შემდეგ ხდება საბეჭდილება, რომ მათ 2015 წლის ბიუჯეტი წაკითხული და ნანახი დეტალურად არ აქვთ. თავად თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ ყველა მიმართულებით 2015 წლის ბიუჯეტი არის გაზრდილი და ასევე ესმით თბილისის მერიაში ის ფაქტიც, რომ ყველა პრიორიტეტი ბუნებრივია ვერ იქნება გათვალისწინებული და ყველა პრობლემა 2015 წლის ბიუჯეტით ვერ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან წლების განმავლობაში არის დაგროვილი საკმაოდ ბევრი პრობლემა, რომლის გამოსწორებასაც თბილისის მერია ეტაპობრივად შეეცდება. ისინი დაუჭერენ თუ არა მხარს ბიუჯეტს, ეს მათი ნება არის. თავარია ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ გაგვეთვალისწინებინათ თბილისელების ინტერესი. რაც შეეხება მათ განცხადებებს, მე გუშინ მოვისმინე ზოგიერთი ოპონენტის ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება, რაც მაფიქრებინებს, რომ ზოგიერთ მათგანს საერთოდ ნანახი არ აქვს ბიუჯეტის პროექტი. რაც შეეხება ჩვენს ძირითად პრიორიტეტებს, ის კვლავ რჩება ის პრიორიტეტები, რომელიც ჩვენს პირველ ვარიანტში იყო წარმოდგენილი, ეს გახლავთ ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობის ღონისძიებები, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება, გამწვანება და ბაგაბაღების მშენებლობა. ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება, გამწვანება, ინფრასტრუქტურა, ბაღების რეაბილიტაცია, ეს ის მთავარი მიმართულებებია, რომელიც 2015 წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული. ბიუჯეტი თავად თბილისის მერიამ წარადგინა ქალაქის საკრებულოში დღის მეორე ნახევარში, როგორც უკვე გითხარით, თბილისის საკრებულოზე გახდება ცნობილი, დაუჭერს თუ არა თბილისის საკრებულოს წევრები უკვე მომავალი წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს 2015 წლის ბიუჯეტს საკრებულოში თავად თბილისის მერი დავით ნარმანია წარადგენს. უკვე ცნობილია ისიც, რომ გარდა ნაციონალური მოძრაობისა აღნიშნულ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს საკრებულოს ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ალიკო ელისაშვილი და ასევე საკრებულოს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრები. მადლობა, ეს იყო ნოდარ ჩაჩუა და პირდაპირ ჩართვა საკრებულოდან.